მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი ყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა ეხება ესეთ შეკითხვას, რა სიახლეები შემოდის თქვენს ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში. მაპატიეთ ამ არასტანდარტული ფორმატისთვის, რასაც ეხლა ამ გაშლის ფარგლებში თქვენს ეკრანებზე ხედავთ, იმიტომ რომ ვიმყოფები შვებულებაში, თუმცა თქვენი ასე რომ ვთქვათ ინტერესიდან გამომდინარე რომ სად ხარ, სად დაიკარგე, ამდენი ხანი რატო არ ჩაწერე ეს გაშლა და ასე შემდეგ, მაინც გადავწყვიტე რომ ესეთი მცირე ექსპრეს გაშლა შემომეთავაზებინა თქვენთვის და ვნახოთ რა სიახლეებს გთავაზობთ უახლოეს პერიოდში ცხოვრება. აქ არის ცხრიანი თასები, ჩემო ძვირფასებო. აქ ზოგიერთ შემთხვევაში უკვე იქნება გარკვეული ტიპის კმაყოფილება, პენტაკლების პაჟი და არკანი სიკვდილი. ნახეთ, აქ შეიძლება იყოს კმაყოფილება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ თქვენ გაიარეთ, ან ეხლა ვნახოთ გაიარეთ თუ გადიხართ ტრანსფორმაციას, არა, გაიარეთ ტრანსფორმაცია, კი, გაიარეთ ტრანსფორმაცია და შესაბამისად კმაყოფილება, რომ ეს ტრანსფორმაციული პერიოდი მეტნაკლებად ჩაამთავრეთ ისე, როგორც უნდა ჩაგემთავრებინათ და ახალი დასაწყისით იწყებთ, ახალი შთაგონებით, ახალი ენთუზიაზმით იწყებთ, დაიწყოთ თქვენი ცხოვრების ახალი თავი, ხო? კიდევ რა შემოდის? აი, გითხარით, ახალი დასაწყისი, ეს არის უკვე არკანის სულელი, ორიანი კვერთხები გვყავს აქ. კიდევ ნახოთ რა შემოდის. არკანის შვიდიანი თასები. ჩემო ძვირფასებო, აქ თქვენ უკვე გახართ ისეთ ეტაპზე, რომ გიწევთ აირჩიოთ, საით წახვიდეთ. ანუ ის ეტაპი, რომელიც ტრანსფორმაციას უკავშირდებოდა, ეტაპი, რომელიც უკავშირდებოდა რაღაც მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ გადაფასებებს თქვენს ცნობიერებაში თუ თქვენს ცხოვრებაში, ეხლა დასრულდა გარკვეული პერიოდი ამ ძვრებისა და ძირეული ცვლილებებისა და უკვე გახართ არჩევანის წინაშე, საით გადაწყვეტოთ წასვლა, შემდგომ წასვლა. აქ ეხა კვერთხების დედოფლის ენერგია მომივიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მამაკაცები თუ ქალბატონები, ვინც არ ხართ ჩემი მსმენელები, ყველას გაქვთ საკმარისი სიბრძნე, საკმარისი სტრატეგიული ჭვრეტის უნარი, რომ სწორად შეაფასოთ, ცივი გონებით შეაფასოთ თქვენ სივრცეში არსებული მოვლენები და არ მიიღოთ ნაჩქარები გადაწყვეტილებები. ნახეთ, დააკვირდით. ეს არის ცხრიანების კვერთხები, ეს არის გოგონა, რომელმაც ბევრი იომა, ბევრი იბრძოლა და უკვე საკმარისად დიდი გამოცდილება დააგროვა ცხოვრების გზაზე. ეს ხართ თქვენ. არკანის ზომიერება არ აჩქარდეთო სამყარო გეუბნებათ. კი, აი არკანი კოშკი, რას ნიშნავს ეს კოშკი? ოღონდ არკანი კარმა და ექვსიანი ხმლები. ჩემო ძვირფასებო, აქ შეიძლება ძალიან ბევრი, რომ აქ მოვიდა სიკვდილის არკანიც, კოშკიც, არკანი კარმაც და არკანი სულელიც, ძალიან ბევრი შემთხვევა შეიძლება გათამაშდეს ისე, რომ პირდაპირ პიროვნულ ურთიერთობებს უკავშირდებოდა და შეეხო ეს კონკრეტული ტრანსფორმაცია თუ ნგრევა თუ ცვლილება, როგორც გინდათ ისე გადაათამაშეთ თქვენს რეალობაში. და რაც წასასვლელი იყო თქვენი ცხოვრებიდან წავიდა. ნახოთ აბა. კი, აქ არის ოთხიანი ხმლები, ეხლა არის ემოციების აღდგენის, ემოციების დაწმენდის, დაღვინების პერიოდი. არკანი ეშმაკი, ანუ ჩრდილოეთის მხარე მოვიდა და ხმლების დედოფალი. ნუ შეიძლება აქ როგორი სიტუაციაც, ბევრი შემთხვევა შეიძლება ეს იყოს უკვე საკუთარ შიშებთან პირდაპირ შეჯახების მდგომარეობა, როცა მეშინია იმის, რაც დავკარგე, მართლა დასაკარგი იყო თუ იქნებ შევცდი. აი ეს არის მდგომარეობა, როცა კი ბატონო გავიარეთ, კი ბატონო დავასრულეთ, კი ბატონო რაღაცა პროცესები ჩავხურეთ, მაგრამ ეჭვები მაინც მაქვს, სწორად ვქენი ის, რაც ვქენი. და აი ეს სიტუაცია. ვნახოთ კიდე. კი, სწორად ქენით, ჩემო ძვირფასებო, რა სიახლეები შემოდის ნამდვილად სწორად ქენით.
ნამდვილად სწორად ქენით, დაიცავით საკუთარი სივრცეები, საკუთარი საზღვრები. კი, იმიტომ რომ თუ ამას არ იცავთ, თქვენ კარგავთ თქვენ საკუთარ მდგომარეობას, კარგავთ საკუთარ მესგანცდას, საკუთარ იდენტობას კარგავთ ზოგიერთ შემთხვევაში, ჩემო ძვირფასებო. კი ბატონო, ახალი დასაწყისი შემოდის თქვენს შემთხვევაში და ეს დასაწყისი არის ძალიან ბედნიერი და ძალიან წარმატებული. ესეთი იქნება, თუ თქვენ შეძლებთ და ამ კარმული გამოცდის გავლის შემდეგ ისწავლით იმ გაკვეთილებს, რა გაკვეთილებიც გაგატარათ ცხოვრებამ, არკანი იმპერატორი ქალი. აირჩიეთ საკუთარი თავი და დაიცავით ბალანსი მიღებასა და გაცემას შორის. დააკომენტარეთ ვიდეო და ლაიქეთ თუ მოგეწონათ და იმედია მალე დაუბრუნდები ტრადიციულ რეჟიმში და მალე შემოგთავაზებთ იმ გაშლებს, რაც თქვენ ესე ძალიან გიყვართ და გაინტერესებთ ხოლმე. აქვე შეგახსენებთ, რომ მეორე ფოკოს ჯგუფის წინასწარი გაყიდვების ფანჯარა ღია 9 სექტემბრამდე და ეს არის განსაკუთრებული თარიღი 09/09/2025, რომელიც ასევე ცხრიანია და სრულად არ არის შემთხვევითი, რომ მე ამ ჯგუფის გაყიდვებს ვასრულებ სწორედ ამ დღეს, ამიტომ ვისაც გსურთ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, გელოდებით ყველას საკმარისი გამბედაობა გამოიჩინეთ და აიღეთ თქვენი ცხოვრების მართვის სადავეები თქვენსავე ხელებში. გისურვებთ ბედნიერ დღეს, წარმატებებს და შევხვდებით იმედი მაქვს ძალიან მალე. დროებით.